რა ხდება დღეს საქართველოში და ვინ როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და რაში ხედავენ გამოსავალს ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია და თემაზე ბატონ კოტე ჭარხალაშვილთან ერთად საუბრობთ, რომლის ტიტულების ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებთ, უბრალოდ აღნიშნავთ, რომ იგი ყველაზე დიდი გულშემატკივარია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის. ბატონ კოტე, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი. ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც დღეს შეიძლება ადამიანმა მეორე ადამიანს დაუსვას ან ჟურნალისტმა კითხოს თავის რესპონდენტს არის ის მდგომარეობა, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი და თქვენ ძალიან ბევრი ნახეთ, ძალიან ბევრი რამ იცით, სწორად აფასებთ მოვლენებს და საინტერესოა თქვენი შეფასება, თქვენ როგორ ხედავთ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში და როგორ შეაფასებთ ამ მდგომარეობას? ეს არის კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს ახეზე პოლიტიკური კრიზისი თუ ზოგადად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? დიდი მადლობა. დიდი თემა ძალიან მე ვეცდები როგორ რაც შეიძლება ლაკონური ვიყო. სახელმწიფო უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ ბევრს ეშლება და გონია რომ სახელმწიფო ვითარდება. სახელმწიფო არ განვითარდება არასოდეს. არასოდეს ხაზი მინდა გავუსვა. მანამ სანამ საზოგადოება არ ვითარდება, სახელმწიფო უბრალოდ თავისთვის ვერ განვითარდება. რა მაქვს ხედულობაში? ადამიანი უნდა მიხვდეს თავის შეცდომას და ის მეორედ არ უნდა დაუშვას. მაგრამ როდესაც შენ თავზე გაზის ეგრეთ წოდებული პარლამენტი, რომელიც საოცარ კანონებს აწესებს, ყველა მიმართულებით აბსოლუტურად და ფაქტიურად ართმევს ადამიანს არჩევის საშუალებას, იქ საზოგადოება არ განვითარდება. და იმაზე ლაპარაკი რომ ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური განვითარება გვაქვს, უბრალოდ სასაცილოა. აი ეს ორნიშნა ეკონომიკური განვითარება არის მორგებული ზუსტად იმ ერთრუჯედიან ადამიანებზე ან ჩაუხედავ ადამიანებზე. ბატონო კოტე, აქვე მინდა გკითხოთ, თუ ყავთ ისეთ ნაცნობები, რომელთა საშუალო ხელფასი 2270 ლარი. ხო, ჯერჯერობით არავისგან მისასხებია ასეთი ადამიანისგან ფული, რომ 2000 ლარი კონდეს საშუალო ხელფასი. მე ჩემი ცხოვრება და ჩემო ოჯახმა სტატისტიკური მონაცემებით გაგვაცნეს და გვითხრეს რომ საქართველოში ამჟამად თურმე 2270 ჩემი ოჯახია ჩემი სტატისტიკა. ყველანი ვმუშაობთ. აბსოლუტურად 2000 ლარი სამი ოჯახის საერთო შემოსავალიც არ არის, არათუ ერთი ადამიანის. ვის ჯერა ახლა ამ სისულელის? კი ბატონო, მე დავიჯერებ ტაშს დაუკრავო, რა კარგია, მაგრამ რეალურად წამლის საშუალება რო არა აქვს პენსიონერს და კაი თავი დაანები პენსიონერს კაცო ერთი უნივერსიტეტში კითხეთ პროფესორებს რამდენი აქვთ ხელფასი. პროფესორებზე ლაპარაკობ, მე ლაბორანტზე არ ვლაპარაკობ. ამიტომ სანამ ეს იდიოტობა გრძელდება, მე რას ვძახი იდიოტობას, იცი, როდესაც მთავრობა არ გივარგა, ეს ერთია, მაგრამ აი იმ უვარგისი მთავრობის ადამიანს ოჯერა, ეს უარესია, ვიდრე ეს მთავრობა თავად. რისი ორნიშნა და რისი სამნიშნა ეკონომიკური განვითარება. საიდან მოგაქვთ ეს ციფრები? მე ამას არ დავიჯერებ უბრალოდ. ჩემს გვერდით ვინც დგას ადამიანები, მაპატიეთ, მე ყველასთან არ ვსაუბრობ და ვერ ვისაუბრებ ადამიანს, რომელსაც ელემენტარულად მოსაზრების უნარი არ აქვს, გააზრების უნარი არ აქვს, მე მასთან ვერ დავждები საუბარს. იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი სიცოცხლეში, ცხოვრებაში. ესე იგი მე ტყულა მიშრომია, ნამდვილად ტყუილად მიშრომია და დამეკარგავს დრო. ისო დრო დამაკარგიეს, ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ჩემი დროის დაკარგვას კი არ ვჩივი მე, აი გაუბედურებულ დარგებს ვჩივი, რომელიც მე ელემენტარულ პროდუქტს ვერ მაძლევს. ისევ და ისევ ქართველის ნიჭით რაღაცა რო კეთდება, რაღაც სიახლე, აი კაფე გახსნა ადამიანმა. და თანაც კაფე არის ძალიან ლამაზი, საოცრად მოხატული, თანამედროვე ძალიან გემოვნებიანი ადამიანის მიერ გაკეთებული. ჩემთვის ეს უკვე პროდუქტია, მაგრამ ვინ შედის ამ კაფეში, ერთი ნახეთ რამდენად არის ის დატვირთული. ეს საკითხია ზუსტად ის, რაც უნდა აწუხებდეს ადამიანს. დღეს ქალაქის მერიას და გნებავთ გუბერნიას, იქაც ვიმუშავე, იქაც ეკონომიკის სამსახურში ვიყავი, იქაც ეკონომიკის სამსახურში ვიყავი. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა კონდეს თუ არა მერიას ზემდგომს
ელემენტარულად ჩამოშლილი ციფრები ქალაქში ან რეგიონში არსებული შემოსავლების შესახებ. არა აქვთ. არა აქვთ. ესე იგი, შენ არ იცი ვაჭრობიდან რამდენი შემოდის, შენ არ იცი წარმოებიდან რამდენი შემოდის ბიუჯეტში, შენ არ იცი განვითარდა თუ არ განვითარდა. ამას ყველაფერს ითვლის თბილისი. ერთადერთი, სადაც იყრის თანხები თავს. ესეც ხო არ არის სწორი, არ არის სრული. აბა საიდან ეს ორნიშნა ეკონომიკა, როდესაც ადგილზე სოფლის გამგებელმა არ იცის რა ჯანდაბა უნდა აკეთოს, რა უნდა აკეთოს, როგორ უნდა აკეთოს, როგორ უნდა მოტივაციაც არ არის. ბატონო კოტე, ცოტა შევცვლი საუბრის მიმართულებას და მე არ ვიცი თქვენ მოასწარით თუ არა გაცნობოდით, ალბათ ვიდრე აქ მოდიოდით იმ პერიოდში დაიდო ეს განცხადება. ბატონმა კობახიძემ ბრძანა, რომ 4 წელია ქართველი ხალხის შანტაჟი გრძელდებაო, მე ციტირებას უკეთებ მის სიტყვებს, ქართველი ხალხი არ ახვა ამ შანტაჟს. და ევროკავშირისგან ერთადერთი სარგებელი, რაც აქვს საქართველოს მიღებული, ეს არის უვიზო მიმოსვლა და ახლა ამ უვიზო მიმოსვლასაც შანტაჟისთვის იყენებს. გააჩეროს ენა. ასეთი შეფასება ნულანძღავს ყველას და აგინებს და გააკეთოს ელემენტარული, რომ კაცი არ გაიქცეს ქვეყნიდან. აი ეს გააკეთოს და მერე ელაპარაკოს ეგეთი ტონით ევროკავშირს. რომელსაც ქუდი დიდი ხანია თავი აქვს ქუდში თავისი სისტემა აქვს ჩამოშენ არაფერი არ აქვს აბსოლუტურად არანაირი სისტემა არანაირი და თქვენს გულის წუხილს მივაბე ხა ესეც იმიტომ რომ თუ ვთქვათ მივედით იქამდე რომ უვიზო მიმოსვლა შეწყდა ძალიან ბევრი ადამიანი 100,000-ობით ადამიანი ხომ მყავს ევროპაში დასაქმებული. ყველა მათგანი ხო არ არის ლეგალურად დასაქმებული. იმ არალეგალებს ხო მოუწევთ უვიზო რეჟიმის შემთხვევაში, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში უკან დაბრუნება. უკვე აბრუნებენ. ხო აი ნახეთ, ვის მხრებზე დგას ქართული ეკონომიკაძლიერად, იმ ხალხის არა? რა თქმა უნდა. და მე რა მოხდება ბატონო კოტე, თუ ამ ყველაფრის პირისპირ აღმოჩნდებით, იმ ადამიანების უმეტესი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება, შემოსავალი აღარ იქნებათ ოჯახებს. მე რამდენად ძლიერი იქნება საქართველოს ეკონომიკა და რამდენად ციფრებში რამდენჯერმე როდის გაიზრდება. ჩვენ ეგ უკვე გამოვიარეთ ერთხელ 90-იან წლებში. გამოვიარეთ. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაინგრა, რუსეთმა გამოგვითიშა დენი, რუსეთმა გამოგვითიშა გაზი, შეწყდა ყველაფრის მოწოდება წამლიდან მოწყებული პროდუქტით დამთავრებული და ჩემი ხალხი იყო დამშეული და ვეძებდით პურს, გამხმარ პურს, მაღაზიები ცარიელი იყო. დღეს ევროპა დაიხურავს ქუდს და დარჩები რუსეთის ამარა, რომელიც ინგრევა. დანგრეულია უკვე რუსეთი. და კიდევაც რო არ იყოს დანგრეული, გული რომ მოუვა რუსეთს და აგიქნევს ხელს, ზუსტად იმ დღეში აღმოჩნდები, რა დღეშიც ჩვენ აღმოჩნდით 90-იან წლებში. ხონდა შეუშვას ვიღაცამ ტვინში, რომ შენ ამ ხელა სახელმწიფო ისრაელი არის ამის მეოთხედი, რაცაა საქართველო. დააჩოქას უყველა გარშემო. სამ დღეში გაანადგურა ირანი თავის ბარგი ბარხანა აიკრიბა, სუყოლა და გარბიან იმ ხელა სახელმწიფოდან სუყოლა გარბის უბრალოდ, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს. თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ დავიწყეთ ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიშა დაიჭირეს, ეს უნივერსიტეტი გაყიდეს, გახსნეს ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისთან ნაგეთ ჩვენს ტყეში და უცებ აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგია სიტყვა არ მოდის რაღაცა კარგად და დაარქვეს მას საერთაშორისო უნივერსიტეტი. ვინმე მითხრას რა გინდათ კაცო? რანაირი სახელმწიფო გინდათ, მაგრამ არ იციან ამათმა რანაირი სახელმწიფო უნდათ. ეს არის საქათმე ბიზნესი, როცა უნდა მაშინ წააცლის თავს ქათამს, როცა უნდა მაშინ არ წააცლის ქათამს თავს. ეს არ არის სახელმწიფო. ეს არ არის სახელმწიფო. ეს არ არის პარლამენტის დიდი მკრეხელობა ამას პარლამენტი უწოდო. ეს რა უბედურება ჭირს ჩემ ქართველ ხალხს? ეს არის საქართველო? ამას ვიმსახურებთ სულ ყველა? საიდან ამდენი ნიჰილიზმი? ვდგავართ იქ ყოველ საღამოს მერიის წინ და ვასკდებით გულს 20, 30, 50 კაცი.
დანარჩენები არა. არა, აი ამას უძახი მე რომ ჩემი საზოგადოება, რომელიც განათლებული საზოგადოება ბრჭყალებში არის მოწყვლადი, უკიდურესად მოწყვლადი პოლიტიკურად. ის ვერ გრძნობს ამას. ყოველთვის იყო ეს საზოგადოების ეს ნაწილი ასეთი მოწყვლადი. და მე რო დამთავრდებოდა ყველაფერი, აბა რა კაცო, ასე უნდა იყოს, აბა როგორ, ბრძოლა არის არ უნდა. დაქცინიან. დღესაც არ ჯერა ზოგიერთს რომ კოპიტნარის აეროპორტი მუშაობს. თქვენ გესმით ფსიქოლოგიური, ფსიქიკური ესეთი აშლილობა არ ჯერა. იმან გვითხრა კიდე, თქვენ გჯერათ რომ საქართველოს სამხედრო შეიარაღებას გააკეთეს, დებილები ხართო რა. რისი სამხედრო და ამ ხალხს ჯერა, აი გული მწყდება ადამიანებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი, აღმოჩნდა რომ არაფერს არ წარმოადგენენ. არიან ძალიან კარგად თავის კაბინეტებში, კომფორტულად, არაფრის გაგონება არ უნდათ. არაფრის გაგონება არ უნდათ. ბატონიკოტე, აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება. ოპოზიცია ისე როგორც მოსახლეობა აზრთა სხვადასხვაობას ებრძვის მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ნაწილი თვლის, რომ არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. თქვენ როგორ ფიქრობთ? უნდა მიიღოს თუ არა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა? ძალიან სერიოზული საკითხია. დღე იწყება და მთავრდება იმაზე ფიქრით, რას ნიშნავს ოპოზიციისათვის ზოგადად ჩვენთვის არჩევნები ადგილზე. მსჯელობა გვაქვს ყოველ საღამოს. თქვენ არ ფიქრობთ იქ სხვადასხვა აზრები, იქ აზრი ერთია. აი ვინც დგას მერის წინ, უჭკვიანესი ახალგაზრდები, აი უჭკვიანესი ახალგაზრდები. ერთი არის აზრი, რომ ჩვენ არჩევნები გვჭირდება. მაგრამ ის რაც ახლა ხდება არჩევნების გარშემო, ეს არჩევნები აღარ იქნება. ეს იქნება იგივე სისულელე შეხვედრა ამ არჩევნებში მომზადებელი აბსოლუტურად დაქსაქსული. მე მიმაჩნია და მიმაჩნდა ყოველთვის და ეხლაც და ყოველთვის ვამბობ ამას ყველა დონეზე. რომ კეთილი უნდა ინებოს ოპოზიციამ და თავი დაანებოს პრანჭვა გრეხვას. არა, ამასა ვერ დაუდგები გვერდში, მე ის არ მომწონს, მე ეს არ მომწონს. ესე არ კეთდება საქმე. ჩემთვის სულ ყველა ერთია. ყველა ერთია, ვინც კი ზოგადად კრიტიკულად უყურებს შედგან მდგომარეობას. არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა მე ამ თავრობას ვაგინებ თუ სხვას, არა. ადამიანი უნდა იყოს კრიტიკული. დღეს განსაკუთრებით საქართველოში ყველასა და ყველაფრის მიმართ. და ყოველ სწორი დასკვნები უნდა გააკეთებიო და გააკეთო ჯერ შენ. სადნახეთს 2 თვე არის დარჩენილი ოქტომბრამდე, რა ქვია, არჩევნებამდე, ჯერ კიდე არ არის გარკვეული ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას თუ არა. კეთილი ნებონ. სათავეში ვინც არის ეგრეთ წოდებული პარტიები და 1000 ჯურის დასხდნენ მაგიდასთან და სანამ ნაბის გადადგამენ ჯერ თვითონ მოილაპარაკონ ერთმანეთში თავი ქვას ურტყან და მერე გამოვიდნენ და დამიწყონ მე ლაპარაკი მე უნდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა თუ არა ყველა მეკითხება მე აი ვინც მიცნობს ბაზრიდან მოწყებული რომ შევდივარ ბაზარში რა გვეშველება ბატონაკოტე ახლა მე ისე მეკითხებიან მით რომ ის ვიყო კაცო რა ქვია რა ესე კნოპს დავაჭერ ხელს და დალაგდება ყველაფერი. იმ ადამიანს ჩემგან უნდა პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა მე მეკითხება თუ მეზობელს. პასუხი უნდა. თანაც პასუხი როგორ იცი? მყარი. ეს ასე უნდა იყოს. და როცა ეუბნები ეს ასე უნდა იყოს, უნდა გქონდეს მისი სერიოზული არგუმენტები. ერთს უნდა, მეორეს აეგრე არ არის. შენ შეიძლება გქონდეს ახლა როგორც წყალი და ცეცხლი ვერ იქნება ერთად, ისე არიან ეს პარტიები ერთმანეთთან. ამით ესენი სარგებლობენ. იცით რა კარგად, რა კოხტად გამოდით ამათ ეს ყველაფერი. ამიტომ ყველას ვეუბნები მე, ვისაც საერთოდ ეკითხება ჭკუა. კეთილინებეთ, დასხედით ერთად, მოილაპარაკეთ და მერე დამელაპარაკეთ მე, რომ მქონდეს მყარი ჩამოყალიბებული მოსაზრება რატომ რომ მეც იგივე რატომზე
უპასუხო ადამიანებს, ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს. ბატონო კოტე, რამდენად ესე ვთქვათ, გამართლებული იქნება იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც მაკონტროლებელი არავინ იქნება მიმდინარე პროცესში. ეს ხო სისულელია, ჩემო კარგო. ეს ხო სისულელია. წამედინეთ დაგვამხეს თავზე, ჩამოსული იყო ნახევარი მსოფლიო აქ. ეს ინსტიტუტები მუშაობენ ამ არჩევნებზე სერიოზულად და ყველაფერი გათვლილი აქვთ. უკვე გათვლილი აქვთ, რომ დამთავრდა ის არჩევნები, უკვე ახალზე მუშაობდნენ. მე ვიცი ეს ძალიან კარგად, ვინცად დარბოდა და რასიებს დაარბენიებდნენ აღმად-აღმად. აიგეთ, ჩვენ კრიმინალებთან აგვაქვს საქმე. სერიოზულ კრიმინალებთან აგვაქვს საქმე. ამას ესენი არ უყურებენ ასე სერიოზულად. მე ასე მგონია, როგორ კაცო, კოალიცია ხარ. რას ქვია, შენ არ მოგეწონა და გარბი ხარ რაღაცა. სანამ გაიქცევი შენ ძაღლო მამაძაღლო იქნებ და მანამდე დასხდეთ ერთად და დაილაპარაკოთ. თქვენს უკან ხალხი დგას და თვალებში შემოგციცინებენ. კი ბატონო. დღეს ევროპარლამენტში ბატონო კოტე მზია ამაღლობელის და მათე დევიძის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს და მათი პატიმრობის შესახებაც იმსჯელეს. მე მაინტერესებს თქვენი პასუხი მოვისმინო, იმედი თუ გაქვთ ზოგადად იმისამ, რომ ეს 60 ადამიანი, ვინც ეგრეთ წოდებული სინდისის პატიმარია, ქართული ოცნების მიერ იქნება გათავისუფლებული. ერთხელ გითხარით მაგაზე, ესენი იძულებული იქნებიან. ეს ბავშვები არ არიან დამნაშავეები. აბსოლუტურად არ არიან დამნაშავეები. ესენი არიან ვაჭრობის საგანი. აი მე ამას თუ მომცემთ, იმას გავაკეთებ. აი ამას თუ გააკეთებთ, მე ამას გამოუშვებთ. თქვენ გესმით, აღებ მიცემობა. აი ჩვენ რო შაუმიანზე დავდიოდით იქ ებრაელების უბანში და ფერსაცმელებს ყიდულობდით რა. ის უფრო პატიოსანი ვაჭრობა იყო, ვიდრე ის, რასაც ესენი აკეთებენ. რა თქმა უნდა, გამოუშვებენ. გამოუშვებენ კი არა, შეხვერწებიან. ისე მიდის საქმე. შეხვერწებიან, მაგრამ ჩვენ ხო კარგავთ მთავარს. დროს, რომელსაც არავინ აგვინაზღაურებს და ამ დროის დაკარგვაში შედის ყველაფერი. სახელმწიფოს უშიშროება, უსაფრთხოება, ეკონომიკა, რომელიც აღარ არსებობს ფაქტიურად. 1000 რამ, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. და თავი მოგვაქვს ღვინით, რომლის ტექნოლოგია ქართველები აი 8000 წლის წინ ფლობდნენ. ჩვენ არაფერი ახალი არ გავიკეთებია. აბსოლუტურად არაფერი. აი თავმიცემული ხალხი ვართ და თავი მოგვაქვს იმით, რომ სადღერძელოები ვიცით, რომ შესანიშნავი სიმღერები გვაქვს. აი ცნობილი ხალხი იმათ მაინც მოусმინონ კაცო. საზოგადოება, რომელიც თავს იწონეს მარტო თავისი ცეკვით, სამზარეულოთ და სიმღერით, ის არ გამithარდება. დღეს განვითარებული საზოგადოება და განვითარებული სახელმწიფოს მე უძახი ისრაელს. რატო ისრაელს? ამერიკა ნაკლებია? არა, ისრაელი მაინტერესებს მე. ისრაელი, რომელიც საქართველოზე გაცილებით პატარაა, აბსოლუტურად გარშემო მტრებით არის შემორტყმული. და ყველა დააჩოქა. კი არ დარბის არ იქა მიშველეთო, არა დააჩოქა და დააჩოქებს კიდევაც. ჩვენ ვართ პატივაყრილი, გაუპატიურებული ერი, ვისაც როგორ უნდა ისე ხმარობს ქართულს. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. თუ ყურებს არ გამოიფერთხავს ზოგიერთი. მეც კაცი ვარ, კაცო. მეც ნერვები მაქვს. გამოსავალს რა შეხედავთ ბატონო კოტე? რა არის გამოსავალი? ისევ ახალი არჩევნები ოპოზიციის, ისევ გაერთიანება? თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება ერთი აზრის გარშემო, ეს არის ერთი აზრი არის, არჩევნები უნდა იქნეს მოგებული. მე არა ვარ ახალი საპარლამენტო გაყოლობაში. პარლამენტი და ადგილობრივი, მე აზრს ვერ ვხედავ. ეხლა ამ მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. კი ბატონო, დავიწყოთ, გულიანად შევიდეთ ომში. მერე? აი ეს მერე, ყველას ვეუბნები, მერე
მე რას ფიქრობ? კაი დაუშვათ და ჩვენ ავიღეთ საკრებულოებში 3 ადგილი, ან 5 თუ გინდა 10. მე ის მაინც ისე გააკეთებს როგორც უნდა, ხმას ვერ ამოიღებ. როგორც დღეს არის და გარეთ არის საკრებულოს წევრების უმეტესობა კი არა, არავინ არ ზის იქ. ზის მარტო პოზიცია. ოპოზიცია გარეთაა. იმიტომ ვერ გაატანეს ვერაფერი. გუშინ კამათოდით მაგაზე, რა მინდა მე იმ საკრებულოში. 30 წელია თუ 40 წელია ვეხორწები ტუალეტების საკითხი გადაწყვიტეთ. სირცხვილია თავის მოჭრა, ტუალეტების საკითხი გადაწყვიტეთ. ვინმე ყური გააპარტყუნა? ხო გაიხსნა ეს ბაღი. აი ამის თავი. აი ეს ბაღი ახლა ტუალეტი მუშაობს. იქ ტუალეტი მუშაობს. თქვენ ნამუსი გააქვთ? საერთოდ გაქვთ ნამუსი, რაიმე ნამუსის აი რაღაც ნასახი. რამდენად მოგეწონათ ახლად რეაბილიტირებული ბაღი, ბულვარი? მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს იმის განცდა, რომ ბაღი პირდაპირ გაგებით არის გამჭვირვალე და ჩთილი არ არის, რომ სადმე დაჯდა და დაისვენო. ჩვენ გვყავს უნივერსიტეტი. შესანიშნავი ხალხი მუშაობს. არის ესეთი ფაკულტეტი არის. გარემოს ლანდშაფტის არქიტექტურა. მუშაობენ ძალიან კარგი ადამიანები და სპეციალურად ვკითხე იმათ. დიახ. აი რაც კი ქალაქში სკვერები კეთდება. აი ეს ბაღი რო გაკეთდა. თქვენ ვინმე რაიმე შეგიკვეთათ, შეგეკითხათ. არა. ეხლა გეკითხებით მე თქვენ. 15 მილიონი დახარჯე. აღარ მინდა უკვე ამდენი ლანძვაგინება. უნივერსიტეტისთვის რომ იგეცა 9 მილიონი ამის დაპროექტებას. კარგი, მეორე საკითხი. უნივერსიტეტს, რომელსაც ხელფასები არ აქვს. შენსას ბალახი და ყვავილები და ესენი რომ მოიტანეს, საიდან მოიტანე? რა გადაიხადე იმაში? ურნები და ესენი რო დადგი. სკამები იქა. ვის მიეცი ამის ფული? ქუთაისი რაიმე იქ, ქუთაისში რაიმე დამზადებული არის? არ ვიცი, ვერ გეტყვით ბატონო კოტო, იმიტომ რომ ჩვენს ჟურნალისტებს ძალიან გვაინტერესებს, რაში დაიხარჯა 15 მილიონამდე თანხა, ეს პრაისი, თუ შეიძლება ნუსხა, სია, რომ იქნეს საზოგადოების წარმოდგენილი, რაში და რაოდენობით თანხა დაიხარჯა. ხო უნდა ვიცოდეთ, კაცო. თუ დემოკრატიაზე მელაპარაკები, თუ საბჭოთა კავშირია, მაშინაც მაპატიე და ეგრე არ იყო. მე მინდა ეს და მე ამდენი უნდა დავხარჯო. ეგრე არ არის. მე გეკითხებით თქვენ, ფული რომელიც დაიხარჯა ქალაქში ტრიალებს ეს ფული? არა. არ ტრიალებს. урна ისიც არ კეთდება ქუთაისში. სამრეწველო ქალაქში. ერთი კაცი არ დარჩა. მოაზროვნე. ისე გარეკეს სულ ყველა გარეთ. რა ჩვენ რა სპეციალისტები არა გვყავს, რომ ნარჩენების урна გააკეთოს, იგივე სკამები, ლამაზი დიზაინერები გვყავს შესანიშნავი. თუ არ გამემბრაზდებით, მალე აღარ გვეყოლება, იმიტომ რომ მოსახლეობის მიგრაცია იმდენად დიდია და იმდენად ადამიანი მიგრირდა უცხოეთში. რა თქმა უნდა, ჩემო კარგი. მალე აღარ გვეყოლება. რა თქმა უნდა, ჩემო, ჩვენ უკვე აღარ გვყავს არავინ. დღე და ღამე მე იმაზე ვტირი ვარ SKB-ში რომ მუშაობდი. მეცნიერები იყვნენ, თანაც როგორი მეცნიერები, იცით? აი, გამოყენებითი მეცნიერების ასები. ისეთი რაღაცები ვაკეთეთ, ეხლა რომ მოიტანეს უკვე გასაყიდად, იქედან შემოტანილი ჩვენ ის გაკეთებული ქონდა 70-იან წლებში. მე ამისანა უჯიშო და უტვინო ხალხი ვიდრე ჩვენ ვართ, არსად არ მინახია. ეს ხალხი ზოგი ტაქსზე მუშაობს, ზოგი ბევრი გარდაიცვალა, შიმშილით. გეკითხებით ეხლა ვიღაცა ერთი კაცი როგორ არ გამოჩნდა რომ თქვას რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება რომ ეს კაი ჯანდაბას ეხლა იმ ქარხნებს ვეღარ დააბრუნებ უკან მეორედ მაინც აღარ უნდა გააკეთო ასეთი სისულელე სანამდე ეხლა ამას ხო აქვს ყველაფერს საზღვარი რას უტოვებ მე ჩემ შვილიშვილებს მე იმათ აქ არ გავაჩერებ
არავითარ შემთხვევაში საქართველოში მე ამათ არცეც არ გავაჩერებ. ჩვენ რაც მოგვივიდა საკმარისია. საკმარისია. სწავლანი იმედი ცხოვრობთ, ბატონო კოტე, რომ ეს ყველაფერი შეიძლება და უკეთესი მომავალი განათლების რეალურ განათლებას მიიღებენ. ძალიან ბევრი ყავს ასეთი, ვინც რეალური განათლება უცხოეთში მიიღო, ჩამოვიდა, მაგრამ აქ ვერაფერი ვეღარ ნახა. არ უსმენენ ელემენტარულად, გესმით თქვენ? ელემენტარულად არ უსმენენ. ესენი ყველაფერს ატარებენ ისე, ნუ მე რა ილაპარაკოს, რაც უნდა ისქნას. აი ზუსტად ამ სიტუაციაში ვარ მე. არც ერთი პროექტი, რაც კი დავიწყე, ბოლომდე არ მიმაყვანიეს. არ მიიყვანეს, საერთოდ იგნორი გააკეთეს ყველაფერზე. რატო უნდა მეხარბებოდეს მე ხარკოვის, რომელიც ნახევრად თუ უფრო მეტად დანგრეულია. რა ხალხია იცით? აი იმ წუთში აიტაცებენ თუ რაიმე მოეწუნათ. კი, მაგრამ თქვენთან რატო არ არის ეს? შეკითხვა უცებ აქეთ. რა უთხრა ახლა მე გეკითხებით? რა უთხრა ახლა გეკითხებით? აქ საჭირო არის სერიოზული ცვლილება მენეჯმენტის და გონებრივი. ვინც მისმენს, ვინც მომისმენს, მიხვდება, კარგია, არ მიხვდება, გზამართალსა რა. ცოტა თვალით უნდა გააყოლოს რა ხდება მსოფლიოში. რუსეთი აღარ არსებობს. დაშლილია. ირანი აღარ არსებობს, დაშლილია. ეს არის ზუსტად ის ეპოქა, რომელიც არაერთხელ განმეორდა ისტორიაში, იმპერიების დაშლის და განადგურების ეპოქა. ეხლა თუ არ ვარგიხარ, ისე ჩაესვენები მიწაში უკან მოუხედავად. ამის ღირსები ვართ? ნამდვილად არა, ბატონო კოტე, ჩვენი საუბრისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვისმენთ თქვენ შეფასებებს, თქვენს ესე ვთქვათ, წინასწარ გაკეთებულ პროგნოზებს მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც სამწუხაროდ უსაბედნიეროდ ყველა მართლდება. მაგრამ დრო ამოიწურა, მომდევნო გადაცემამდე დაგემშვიდობებით. მადლობა რომ მოხვედით და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბატონი კოტე ჯარხალაშვილი. მადლობა რომ გვიყურეთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ნახვამდის.